მზად ვართ ჩვენ დავიწყოთ პირველი რაუნდი. საინტერესო ჩხუბი იქნება. ახლა რეფერი გააცნობს წესებს მებრძოლებს. მოუწოდებს პატივისცემისკენ. და ეს არის დღევანდელი დღის პირველი ბრძოლა, გავამხნევოთ ჩვენი მებრძოლები. მოგახსენებთ, რომ მათ შორის კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ იყო ბრძოლა უბრალოდ MMA-ში. დღეს სხვა წესებით, კრიობის წესებით აქვს შეხვედრა და ვნახოთ თუ როგორ ჩხუბ შემოგთავაზებს ერთი და მეორე მებრძოლი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა, MMA ბრძოლა დათმო დიასამიძემ და დღეს ეცდება ის თავის ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე წაიღოს ჩხუბი. როგორც მოგეხსენებათ, ის არის კინგბოქსიორი, ანუ მისი ბაზა არის კინგბოქსინგი და ვნახოთ დღეს რას შემოგთავაზებს ორივე მებრძოლი. ჯერ მიდის დაზერვა მაქსიმალურად და ეგრევე როგორც კი დაზვერვა თქვი, შეტევაზე გადავიდა მებრძოლი. იბილაშვილი კლინჩი ეხა ძალიან კარგად ფეხებს უსმანის სტილში ფეხებზე ცდილობს ეწოლას და გამოსდის კიდეც როგორც ჩანს. დაი გააშველეს კლინჩიდან მებრძოლები. შვენიერი შეტევა იყო. იბილაშვილი კარგად აჩვენებს თავის თავს კლინჩი. ეხლა ისევ დაზვერვა ამათ შორის. აი კუთხე ეუნება მას, რომ კლინჩი ის ძალიან კარგად აჩვენებს თავის თავს. ყველანაირი ზედმეტი მოძრაობის გარეშე ცდილობენ, რომ გააკეთონ თავისი საქმე და ინარჩუნებენ მაქსიმალურად ენერგიას. ლამაზი ფეიკები და ისევ ქვედა სართულზე ლამაზად და გაცვლა აქ კარგი გაცვლა იყო, თუმცა ნაკლებად შედეგიანი ერთისთვისაც და მეორესთვის. ისევ ქვედა სართულზე მშვენივრად და ზედა სართულზე გადატანით და გდება, შვენიერი გდება. კლინჩი ასე თუ ისე უპირატესობა აქვს თიბილაშვილს. დიასამიძე ძალიან გაწონასწორებულად ელოდება თითქოს და თავის მომენტს. არ იღებს ამ ფეიკებს, რასაც თავაზობს მას ოპონენტი. მაქსიმალურად კონცენტრირებულია მის თავში გარტყმაზეა მაქსიმალურად კონცენტრირებული. მუხლები ცდილობენ ისინი და ეხლა ისევ კლინჩი. თუმცა კლინჩი ბევრი მუხლით დარტყმა იცვლება და ისევ უსმანის სტილში. აი გამოსვლა იყო, ეხლა მცდელობა დიასამიძის კლინჩიდან, თუმცა არ გამოსდის და ისევ გდება. საინტერესო ჩხუბია, საინტერესო პირველი რაუნდი. საინტერესო პირველი რაუნდი იყო, ორივე მებრძოლმა თავისი სკილები ასე თუ ისე გვანახეს, თუ რას აპირებენ. ძალიან გაწონასწორებული პირველი რაუნდი იყო, ერთის და მეორე მებრძოლისგან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დიასამიძე არის 18 წლის, თიბილაშვილი არის 16 წლის. რეკორდები ძალიან საინტერესო. მოგეხსენებათ, რომ კრიობაში ერთის რეკორდი აქვს თიბილაშვილის 24-7-ზე, ხოლო დიასამიძის არის 1-0-ზე. თუმცა ამის გარდა მათ MMA ბრძოლები აქვს ჩატარებული ძალიან ბევრი. მაქსიმალურად საინტერესო პირველი რაუნდი იყო. თითქოს და ოდნავ შეიძლება ითქვას, რომ თიბილაშვილის მხარესაა ეს რაუნდი. კლინჩის და კონტროლის გამო და რა თქმა უნდა შეტევების გამო და ვნახოთ როგორი მეორე რაუნდი გველოდება. მეორე რაუნდისთვის მზად ვართ და დაიწყო. პატივისცემა ერთმანეთის მიმართ ისევ უშტებით შეეხნენ. როგორც პირველი რაუნდი,
ისე არ მიმდინარეობს მეორე რაუნდი უფრო აქტიურად დაიწყო თითქოს და დაზვერვას მორჩა ორივე მებრძოლი და აქტიურად შეტევებზე გადადიან ტრენერი კომბინაცია და დახვედრება მარჯვენა პირდაპირის იბილაშვილი კლინჩი ისევ კარგი არის როგორც პირველ რაუნდში მუხლით ბევრი გაცვლა ვნახეთ მეორე რაუნდში ძალიან შედეგს იღებს ეს უსმანის დარტყმები ფეხი და რა თქმა უნდა მის შემდეგ ყველა გდება თითქმის გამოუვიდა წვრთნელები ეუბნებიან რომ უფრო აქტიურები იყვნენ რადგან 1 წუთია დარჩენილი და აი ჯები ლამაზად გავიდა ახლა დიასამიძის შესრულებით და ისევ გდება დიასამიძე კარგად მუშაობს მეორე რაუნდში კლინჩი მუხლები ჩართო და აი ვხედავთ ისევ თითქოს და დაღლა არ ეტყობა მას და მორიგ გდებას ატარებს მარცხენა წინა ხელით მოახერხა იბილაშვილმა თავისი დარტყმა ლამაზად გაატარა და აი ბოლო 10 წამი რა შემოგთავაზებენ მებრძოლები ნახავთ სპინინგ კიკი საინტერესო ბევრად საინტერესო რაუნდი იყო მეორე პირველთან შედარებით თუმცა მესმის პირველი რაუნდი მაინც დაზვერვისთვის იყო საჭირო ახლა მებრძოლებმა თავისი მაქსიმუმი ჩადეს და ეს მათ ენერგიას და კარდიოსაც ეთყობა ნახოთ როგორი მესამე რაუნდი გველოდება წინ მესამე რაუნდი ბევრი მომენტი და ტიპილაშვილის კრებების ვირადესობა კრიობაში ზოგადად წესების თანახმად გდება ფასდება როგორც ორი კარგად გატარებული დარტყმა ორი დარტყმა ურის ერთ გდებას ამ დაახლოებით ესეთი შეფასება ხდება ხოლმე მსაჯების მხრიდან წესების თანახმად და ეხლაც მეორე და პირველი რაუნდი სავარაუდოდ ტიპილაშვილმა წაიღო კლინჩის უპირატესობა როგორ ითვლება კონკრეტულად ამ ბრძოლაში კლინჩის უპირატესობაც კლინჩი თუ აქტიურობს და დარტყმებს აკეთებს რა თქმა უნდა ეთვლება უპირატესობა აი კრიობაში კლინჩი დიდხანს არ ხდება უბრალოდ კონტროლი არ არის აქ არაფერს არ ნიშნავს უბრალოდ ის კონტროლი უნდა გამოიყენო ის კლინჩი უნდა გამოიყენო რომ დარტყმები გააკეთო ნახოთ როგორ განვითარდება მესამე რაუნდი ტიბილაშვილს სავარაუდოდ მცირე, მაგრამ უპირატესობით მიაქვს პირველი და მეორე რაუნდი. აი ეს კლინჩი მუხლები დიასამიძემ ძალიან კარგად გამოიყენა მეორე რაუნდში და მესამე რაუნდშიც იგივეს შვება, რადგან გდება ყოველთვის საშიშროება. და ისევ, აი მორიგი გდება, როგორც გითხარით, ტიბილაშვილი რაუნდიდან რაუნდამდე იდეალურად ასრულებს ამ გეგმას, რომ კლინჩის შემდეგ გდება გაუკეთოს. ისევ spinning back kick-ი დიასამიძე მესამე რაუნდში აშკარად ბევრად უკეთესად შემოვიდა ვიდრე წინა რაუნდებში. ნახოთ თუ ეყოფა დრო და
გააკეთებს იმდეს, რომ გადაფაროს ის წინა რაუნდი. თითქოს და მესამე რაუნდისთვის შეინახა ძალები და ენერგია. კი ბატონო. დაღლაც თითქოს თბილაშვილს უფრო დაეთყო. ახლა ეს კლინჩი მუხლები იდეალურად მუშაობს. დიასამიძესთვის ეს მე მგონი ერთ-ერთი გასაღებია მოგებისთვის, რადგან თბილაშვილი იჭერს, მაგრამ ამ მომენტს იყენებს დიასამიძე. კი, მშვენივრად კლინჩი მუხლები თითქმის ყველა მუხლი გაუტარა და ეს მისი ოპონენტის კარდიოსაც დაეთყო. და მორიგი გდება ისევ თბილაშვილის. მე მგონი მას იდეალური გეგმა აქვს ოპონენტის დასამარცხებლად, რადგან წონაშიც ცირედი, მაგრამ უპირატესობა აქვს და თითქმის ყველა გდება, აი მორიგიც გაატარა. თბილაშვილის გეგმა ჭიდაობაზეც იყო გათვლილი, როგორც ჩანს, უბრალოდ ზოგადად დამღლელია ჭიდაობა პირველ რაუნდში ბევრი გდება გააკეთა და სავარაუდოდ მაგის გამოც არის ახლა რომ უფრო დაღლილად გამოიყურება ვიდრე დიასამიძე. კი, დიასამიძეს მუხლებმა იმან დაიჭირა და მუხლებს დიასამიძე უყავს იყენებს. შვენიერი გეგმა დღევანდელი დღისთვის შვენიერი გეგმა ჰქონდა თბილაშვილს. დიასამიძესაც იდეალური ცდილობა მაქსიმალურად პირველ ორ რაუნდში დაეღალა მისი ოპონენტი, თუმცა გდება ყველა რაუნდში წარმატებულად შესრულებულმა გდებებმა თავისი სიტყვა თქვეს. ნახოთ რას გადაწყვეტს ჩვენი კუთხეები, რას გადაწყვეტენ. საჯები ვის მისცემენ ამ ბრძოლას. ამავდროულად სანამ გამოცხადდება გამარჯვებული, მინდა მადლობა უთხრა ერთ და მეორე მებრძოლს ესეთი ლამაზი ჩხუბისთვის, ესეთი კარგი გახსნისთვის, მართლაც რომ აუცილებელი იყო ლამაზად გახსნილიყო დღევანდელი ქარდი და ეგრეთ. After 3 rounds we go to the judges scorecast for decision. The judges score this contest for the winner with Rashocha Kuram Tbilashvili.